კი. მე ჩემი გამოცდილებით მოგიყვებით, ანუ მე რა ვშვები ხოლმე ეს სიტუაციაში. აბუდაბიში არ ხარ, ხო? არა, აბუდაბის გარდა აქაც ბევრი თავგადასავალი მქონია. არ შემიძლია ხა უცებ რო თქვა რომ პატიმრები გვიყურებენ და ის ამბავი რო ხდებოდა და კალაძე რო აბუდაბიში დარჩა, ბევრი გთაგავდა შენ შესათხარ. მაგრამ სინდისის პატიმრებს თავისუფლება, ასევე მინდა მოვიკითხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი არიან გაუტეხელი ჩვენი მართლა სინდისი და ეს პროტესტიც რო ესე არის შენარჩუნებული და ქართველებით რაღაც ღირსეულად რო ვინარჩუნებთ იმას, რაც გვაქვს და რაც აქამდე მოგვიყვანა, მათი დამსახურება არის დიდწილად. რაც შეეხება დათვს ვიცნობ 3 წლიდან, ჩვენ მეზობლები ვართ, ესეთი პატიოსანი, რავი, განათლებული, გაწონასწორებული, ეს ადამიანი არ ვიცნობ მეორეს მე მგონი რო ვთქვა და შესაბამისად მე მინდა უბრალოდ აი ფაქტები გავაანალიზოთ გუშინდელი დღიდან გამომდინარე რა. როგორც კი აჩერებენ დათთან პოლიციელი რომელიც დადის, ან ორი პოლიცია სულ ტელეფონზე რომელიც აქვს, არ ეშვება. როცა ჩვენ აი რაღაცა პროცედურას გვაჩერებენ, მაგალითად დღეს გამომწერეს ჯარიმა, რაზეც მართალი იყვნენ და დავეთანხმდით. ანუ იმათმა იციან პროცედურა, რომ ან ღვედი არ გეკეთა, ან რაღაც არ გეკეთა და იციან რა უნდა ქნა. ამ შემთხვევაში პოლიციელი ვერ იღებს გადაწყვეტილებას რა უნდა ქნას, სულ ტელეფონი აქვს ყურთან და ვერ ხვდება რა ქნას. იმიტომ რომ არ იცის. კარგით, მნიშვნელოვანია. მასზე არ არის დამოკიდებული საერთოდ. ხო, ანუ დავალება მიღებულია და უნდა გადასცეს პირდაპირ ლაივში იმას, რომ მე როგორ იმოქმედებს, იმიტომ რომ თვითონ პასუხისმგებლობის აღება ამ კაცს არ უნდა, მაგრამ რეალურად თვითონ არის ეს შემსრულებელი რა. და ნარკოტესტი ეს მარტივად ყველა საპატრულო მანქანას არ აქვს. მაგალითად, როცა ავარია მომსვლია, რაღაც სხვას მოსვლია, ალკოტესტს ითხოვს სადაზღვეო, რომ შემდეგი ანაზღაურების პროცედურები გაკეთდეს. ალკოტესტიც კი არა აქვთ ხოლმე რა, ანუ აი 4-5 ეკიპაჟი უნდა გამოიძახონ უბანში რაღაც სადაც მოძრაობენ, რომ ნახონ და ესე იგი ეს წინასწარ გამიზნული ქონდათ, რომ ეს ამ მანქანაში იდო. შემდეგ ამას რო ხსნიან თან მე მიაქვთ და 30 წუთი არ აბრუნებს. ანუ პასუხს იქვე კი არ ელოდება, რომელიც 3 წუთიანი არის, როგორც მე წავიკითხე მოვისმინე, ის მალევე პასუხს გაძლევს, მაგრამ მერე პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც შემჩნეულია სხვა შემთხვევებში, როგორც სრულ მოწმედ, ის ეუბნება, რომ ამოგივიდა ტესტში რაღაცა ნარკონივთიერება და უნდა გადაგიყვანო. არც ტესტი არის ნაჩვენები, არც არაფერი. ზუსტად ის რომ სიტუაცია მანქანაში ყავს ბავშვები 7 და 9 წლის, რომ ნერვიულობენ. ამას და ამ ყველაფერს აანალიზებს და ამას გადასცემს ზემდგომს ეს ტელეფონზე ლაპარაკე თანამშრომელი და ის გადაწყვეტილებას ეუნება, რომ მე რა მიდი ეს დააკავე, ეს გადაიყვანე. და ტერორს უწყობენ ბავშვებს რა და ეს თავიანთ ოჯახებს არ წარმოუდგენენ მაყურებელს მინდა უთხრა და ყველას რომ ეს რაღაც ჩვენ თუ არ შევძველით ამის თვითცნობიერება რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა რომ ამ ქვეყანაში ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს რომ ჩვენ რა ცხოვრებაც გვაქვს რა დღის წესრიგი გვაქვს ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა რა სხვანაირად ვერ შევქმნით ჩვენ ცხოვრება და ჩვენ დღის წესრიგს ვერ გავაკეთებ თუ ამაზე პასუხისმგებლობა არ ავიღოთ ყოველდღიურად რაც ხდება მე რას ვშვები ხოლმე რა, როცა ესე საპატრულო ესე იქნება იქ მაგალითად საზღვარზე იმდენი ხანი დამაყოვნეს გაშვებაზე, რომ ჩემი ფრენა წავიდა და ჩავრჩი, ამიტომ საქართველოში მე ჩემით ვიყიდე ეს. ანუ გუშინაც მივასწარი იმას და გენინსპექციაში დავრეკე და განვაცხადე, რომ პროცედურა იყო დარღვევით გაკეთდა. პროცედურა ნამდვილად დარღვევით იყო. მე ვაფიქსირე, მინდა ხოლმე რომ დავაფიქსირო ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობას იღებს, ყველა უნდა დაფიქსირდეს. სახელი, გვარი, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. ეს შეიძლება ხვალ არ გამოიწვიოს, ზეგ არ გამოიწვიოს, მაგრამ ეს ადამიანები იმის გამო, რომ კი მე იურიდიულად გითარგმნიან, რომ ეს გადაყვანა იყო, დაკავება კი არ იყო, აგერ ამოვიდა სწორი პასუხი, მაგრამ შენ რო ტესტს არ მაჩვენებ მე და ამის საფუძველზე ზეპირსიტყვიერად რაღაცებს მეუბნე, ეს დარღვევაა და ტერორს უწყობ ბავშვებს და ამაზე შემდგომ როცა ნორმალურ ქვეყანას დაუბრუნდები და ნორმალურ კალაპოტში ჩავძებთ, ესეთი რაღაცები აუცილებლად მიუბრუნდება. ეს ხალხი სისტემაში არ უნდა იყვნენ. და ამ რა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რაც შეიძლება მეტი რგოლი
აიღოს პასუხისმგებლობა ამ არასწორ პროცესს. ამას როგორც კი აიღებს, მე ყველა ნელდება. გუშინ როგორც კი გენ ინსპექციაზე უთხარი, რომ შენი სახელი მითხარი, ანუ ვინ იღებს მონაწილეობას ისა, 2 წამში მანქანაში შესაძლოა 3 ეკიპაჟი გაქრა. უკვე გადაყვანილი. ანუ ეს პასუხისმგებლობის აღება ამათ არ უნდა და ამათ უნდათ რომ რაღაც რა ვიცი, აი გადავიყვანე ეს თქვენ და ამათ სახელი და გვარების ჩაწერა და ამ იმებში ვიდეო გადაღების გარდა სხვანაირად დაფიქსირება ფურცელზე, როგორც კი ფურცელზე აფიქსირებ, როგორც კი რაღაც პრობლემას უქმნი, მე იციან ამას რომ მოყვება და უბრალოდ ნერვების თემა არის, უსამართლობის თემა არის, გაწელილი პროცესები არის, მაგრამ ყოველთვის შედეგისთვის მე მიმიღწევია პირადად. ბოლომდე როცა გავყოლი ვარ და იმედია უფრო ეფექტურადაც წავა, როცა ამ რეჟიმს გავისტუმრებ და ყველას მოეკითხება.